მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. დღეს შემოგთავაზებთ თემას შარტ-კენჭოვანი დაავადების შესახებ. სტუდიაში მოწვეული სტუმრები კი თქვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. მანამდე კი ვნახოთ ჩვენი მომზადებული რეპორტაჟების ანონსი. რა იწვევს შარტ-კენჭოვანი დაავადებების განვითარებას? სიმპტომები, რომელიც თირკმელში კენჭების წარმოქმნას უკავშირდება. კენჭი, რომელიც ჩნდება საშარდე სისტემაში, იწვევს თირკმლის, ქსოვილის, თირკმლის საშარდე გზების ცვლილებებს. როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი თირკმლის ჭვალის დროს და როდის უნდა მიმართოს ექიმს? კურნალობის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებები? შარტ-კენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და თანამედროვე უროლოგიის აქტიური შესწავლის საგანია. ნებისმიერი ქვეყნისთვის უროლოგიური სერვისის მთავარი კომპონენტი სწორედ შარტ-კენჭოვან დაავადებასთან ბრძოლაა. კენჭების დასვლა მაღალ ტექნოლოგიურ ჩარევას მოითხოვს, თუმცა დაავადების ყველაზე დიდი პრობლემა მისი მორეციდივე მიმდინარეობა, ანუ პაციენტს ერთხელ მაინც თუ გაუჩნდა კენჭი, იმის ალბათობა რომ განმეორდეს საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის მიხედვით შარტ-კენჭოვანი დაავადების გამო ყოველწლიურად 1 მილიონამდე ადამიანს საწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. 5 მილიონი კი ამ პრობლემის გამო ექიმს აკითხავს. ურატები, ოქსალატები, კალციუმის მონოდეჰიდრატები, ფოსფატები, ეს კენჭების მცირედ ჩამონათვალია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს. კენჭის წარმოქმნის მიზეზი კი შეიძლება ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან შარდის გამოყოფის შეფერხება იყოს. ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლანა ჯაფარიძე მუშაობდა. შარტ-კენჭოვანი დაავადება თირკმლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის ყველა ასაკში გვხვდება, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. შარტ-კენჭოვანი დაავადება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება. ამის შედეგად თირკმლებსა და შარტ-გამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები. უმთავრესი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ეს პირველ რიგში და არის ასევე ზედა საშარდე გზების განვითარების ანომალიები, ეს თანდაყოლილი ანომალიებია, რომლებიც იწვევს თირკმლებიდან შარდის ბუსში შარდის პასაჟის დარღვევას. ობსტრუქციული უროპათიები ეგრეთ წოდებული, რის შედეგადაც ხდება შარდის დარჩენა, ასე რომ ვთქვათ, თირკმლებში და ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას მეორადი კონკრემენტები. დაავადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია კლიმატი, ულტრაისფერის სხივები, საკვებში ვიტამინების ნაკლებობა, კუჭნაწლავის ქრონიკული დაავადებები, თირკმლებისა და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები და ასე შემდეგ. როდესაც პაციენტი თირკმლის ჭვალის დიაგნოზით შემოდის სტაციონარში, პირველ რიგში უკეთდება, რა თქმა უნდა, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. ტკინდება კენჭის მდებარეობა. თანამედროვე ეტაპზე მიზანს შეწყვეტილი ხდება უკვე კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება და ბევრ ასე ვთქვათ წამყვან კლინიკებში ეს ითვლება უკვე ერთ-ერთ ასე ვთქვათ ოქროს სტანდარტად. ვინაიდან კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ტკინდება კენჭის, ანუ კონკრემენტის სიმკვრივე. შარტ-კენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კენჭის ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და ლოკალიზაციაზე. წამყვან სიმპტომებად მიიჩნევა ტკივილი და შარდში სისხლის მინარევის არსებობა. ტკივილი იწყება წელის ან მუცლის არეში. შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ, პერიოდული ან მუდმივი. რატომ ჩნდება კენჭები, როგორ შეიძლება მათი მოცილება და რა უნდა გაითვალისწინოთ რეციდივის თავიდან ასაცილებლად? ამ თემაზე სასაუბრო სტუდიაში სტუმრად უროლოგი, მედიცინის დოქტორი ლევან დოლიძე და ასევე უროლოგი პროფესორი ჯემალ ქიქავა მოვიწვიეთ. დაგვიკავშირეთ ტელეფონის ნომერზე 27-52-72 და თქვენს კითხვებს სტუმრები პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა სტუდიაში მომზადებისათვის. მოგესალმებით ბატონ ჯემალ, მადლობთ რომ გვეწვიეთ. ბატონ ლევან, პირველი თქვენ დავიწყოთ სტატისტიკას თუ ვენდობით ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად ამიერკავკასიაში შარტ-კენჭოვანი დაავადების ციფრი მაღალია. საშუალოდ 10 ადამიანიდან ერთს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ექმნება ამ დაავადების პრობლემა. რას უკავშირდება ეს? იმიტომ ხო არ უყვარს ქართველები შარტ-კენჭოვან დაავადებს, რომ ქართველებს გვიყვარს მარილი. თუ სხვა მიზეზი უნდა იყოს, ან იქნებ ეკოლოგია, ან რადიაციული ფონი. ერთი მიზეზი არ შეიძლება, რა თქმა უნდა,
ჩაითვალოს ან გამოიკვეთოს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების საქმეში. აქ მრავალი ფაქტორის გამო შეიძლება გაჩნდეს ადამიანი დაავადეს შარდკენჭოვანი დაავადეს. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ რა თქმა უნდა შარდკენჭოვანი დაავადების გამომწვევი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის მოსვლა, ანუ მინერალური ცვლის მოსვლა ორგანიზმში. ეს შესაძლებელია იყოს გენეტიკური, ასე ვთქვათ, წარმომავლობისა, შესაძლებელია იყოს ანატომიური ცვლილებებისა კიდევ დამატებით, რაც ხელს უწყობს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას ორგანიზმში, სხვადასხვა გადატანილი დაავადების საშარდეგზებში ანთებითი. კადრებშიც ვხედავთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს წარმოქმნილი კენჭები ორგანიზმში, განსხვავდება როგორც მათი ფორმები, ასევე სტრუქტურაც და ასე შემდეგ. ეს კიდევ განაპირობებს მათ შემდგომ სამკურნალო სტრატეგიასაც. თუმცა ზოგადად ის თუ დაიწყო და განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა ასაკში დაიწყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ქრონიკულ პრობლემასავით რჩება, არა? ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა. შესაძლებელია ასეთი შემთხვევებიც ძალიან ხშირია, რომ ადამიანს ერთხელ ჰქონდა დაუშვათ თავისი ცხოვრების მანძილზე ეგრეთ წოდებული თირკმლის ჭვალის შეტევა, იყო ეპიზოდი, ასე ვთქვათ, შარდკენჭოვანი დაავადებისა. მაგრამ მერე, ასე ვთქვათ, მრავალი წლის შემდეგ, ან 10 წლეულობის შემდეგ ეს არ გამეორებულა. ასეთი შემთხვევებიც არის, რა თქმა უნდა. ეს თუ ადამიანს ერთხელ ჰქონდა, ასე ვთქვათ, ეპიზოდი თირკმლის ჭვალისა და დაუდგინდა თირკმელ ან შარდკენჭოვანი დაავადება, ეს არ არის სავალდებულო, რომ რაღაცნაირად დაღიდავასვათ ასეთ პაციენტს, რომ ის აუცილებლად იქნება შემდგომშიც ამ შარდკენჭოვანი დაავადებით. და ბატონ ლევან, ზოგადად როგორი ვიცით, რომ სანამ კენჭი არ მოხდება სადინარებში, მანამდე პრობლემა არ არსებობს. ის ფარულად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე როდესაც იწყება და განსაკუთრებით თუ მარჯნისებრი ფორმის არის და არ არის გლუვი, ამ შემთხვევაში საკმაოდ მკვეთრად და ძლიერი ტკივილები ახასიათებს და ეს საკმაოდ დიდი ტკივილია. არის თუ რაღაც გარკვეულწილად ისეთი სიმპტომები, რომელიც საწყის ეტაპზე არის დამახასიათებელი, მანამ სანამ გაიზრდება. თქვენ რა გაქვთ ხედულობაში? ანუ რაღაც გარკვეული ჩამოყალიბების სტადია, თუ შეიძლება რაღაც გარკვეული ნიშნებით ადამიანმა ეჭვი აიღოს ჩამოყალიბებაზე. რა თქმა უნდა, ეს რთულია. ასეთი რამ, როდესაც კენჭი არ არის. აქტიურად იმალება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაც პროფილაქტიკური, ასე ვთქვათ, გამოკვლევების დროს, რაც საქართველოში ნაკლებად ტარდება და ამისათვის პაციენტებიც არ არიან მოტივირებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ანალიზების მონაცემებით რაღაც ეჭვი მაინც გაჩნდეს იმ ვარაუდისა, რომ ამ პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს შარდკენჭოვანი დაავადება, ან იყოს დიდი რისკი მისი განვითარებისა. მაგრამ სამწუხაროდ პროფილაქტიკური მედიცინა საქართველოში მოიკოჭლებს ძალიან და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ამის დადგენა ძალიან რთულია. ეს არა მარტო შარდკენჭოვან დაავადებებს ეხება, არამედ ზოგადად ყველა დაავადებას ეხება, მანამ სანამ აქტიურად არ შეაწუხებს ადამიანს ტკივილი და კლინიკური ნიშნები, მანამდე ექიმთან არ მიდის და ბატონო, აი საინტერესოა თვითონ ეხლა ჩვენ ვნახეთ კადრები, მე პროდიუსერს ვთხოვ, რომ კიდევ გაუშვას ის კადრები, ვნახოთ მრავალფეროვნება იმ ქვების, ოქსალატები, ურატები და ასე შემდეგ. არის თუ არა მათ შორის რაღაც გარკვეულწილად განსხვავება? აი თუნდაც დიაგნოსტიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა. არის განსხვავება. ოქსალატები ესა კალციუმის შემცველი კენჭები. ურატები უმეტესად კი არა წარმოიქმნება შარდმჟავა მარილებისაგან. არის რა თქმა უნდა ფოსფატები. ესე იგი მინერალოგიური შემადგენლობა არის სხვადასხვა. აქედან გამომდინარე ამ კენჭებს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური თვისებები აქვს. 80% შემთხვევაში როგორც ცნობილია, ოქსალატები გვხვდება და 65-80%-ში ხდება ოქსალატები. არანაკლებია ურატებიც.
კი ბატონო, თუმცა დიაგნოსტიკისთვის თქვენთვის ეს გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ სურათი ოქსალატების შემთხვევაში უფრო მკვეთრია, კალციუმის ზოგადად უფრო მეტად შთანთქავს და დაშლის პროცესში და ზოგადად დიაგნოსტიკის პროცესში ოქსალატების აღმოჩენა უკეთესია. მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ეს პრობლემაც გადაწყვეტილია, თუ ასეთი კენჭები ცნობილია რომ არის ძლიერ კონტრასტირებადი კენჭები რენტგენოლოგიურად ნაკლებად და საერთოდ არაკონტრასტირებადი, რომელსაც მიეკუთვნება ურატები. მაგრამ ამ ეტაპზე რომელიმე იქნება რაღაც გარკვეული თანამედროვე ეტაპზე ამის დიაგნოსტირებაც უკვე შესაძლებელია, ვინაიდან მედიკოსების არსენალში არის კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფია ნებისმიერი შემცველობის კენჭს აკონტრასტირებს, ასე ვთქვათ. და შემდეგ უკვე იწყება მუშაობა იმისათვის, რომ კენჭები დაეშალოს და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მე ბატონ ჯემალს მინდა დაუსვა კითხვა. ბატონ ჯემალ, რადგან კენჭების დასვლაზე დავიწყეთ საუბარი, საინტერესოა მეთოდი, რომლის დანერგვა ბათუმში გარკვეულწილად თქვენს გიკავშირდებათ. ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც ლითოტრიფსია ქვია, დისტანციური მეთოდით. ამის შესახებ რას გვეტყვით? და ზოგადად ბათუმი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ეს მეთოდი ყოფილ საბჭოთა კავშირში ბათუმში დაინერგა. აი იქნებ გითხრათ რა მეთოდია ეს საინტერესოა მაყურებლისთვისაც. დიახ, მოგახსენებთ რომ ჩვენ და სასაგადულოდ პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩვენთან ბათუმში გაიხსნა ლითოტრიფსის განყოფილება, რომლის გახსნა ხელი შეუწყო იმდროინდელი საქართველოს სანაოსნოს, ასე ვთქვათ, მატერიალურმა ბაზამ და მაგის მეშვეობით იყო შეძენილი ეს ლითოტრიპტორი გერმანული ფირმის დორნიესი. ლითოტრიფსის აღმოჩენა და ჩამოყალიბება რევოლუციას შეადარეს მსოფლიო უროლოგიაში, იმიტომ რომ ის ითვალისწინებდა უსისლო ოპერაციას, ასე ვთქვათ, ორგანიზმში ყოველგვარი ჩარევის და დანის ჩარევის იშლებოდა ქვა და ექსტრაკორპორალურად როეტყვიან იშლებოდა კენჭი. ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სენსაცია მსოფლიოში. და ჩვენ და საბედნიეროდ ჩვენ მოვასწრეთ პირველთაგანი ჩვენთან დაიდგა ეს აპარატურა, რომელიც ფუნქციონირებდა მეზღვართა საავადმყოფოში. დავთ აპარატს თუ როგორ ხდება ეს პროცედურა და ზოგადად რას ემყარება ეს? გასაგებია ემყარება ეს მეთოდი ემყარება ტალღოვანი ძალაა. იცით რა, ახლა ტექნიკურად ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ტალღოვანი ძალა პიეზოელექტრონული ძალას ეძახიან, რომელიც უშუალოდ მოქმედებს კენჭზე. აპარატურა სპეციალურად იჭერს კენჭს ორგანიზმში, ლოცირებას ახდენს და ამ სხივის, ტალღოვანი სხივის მეშვეობით ორგანიზმში იშლება კენჭი. და ბატონ ჯემალ, აქედან გამომდინარე, ხა რადგან საუბარია ეს უკონტაქტო მეთოდზე, რადგან საუბარია ალბათ ლოგიკურად კენჭზე, რომელიც არის მყარი სტრუქტურა, ბიოქსოვილში ადამიანის ორგანიზმში მოთავსებული. და აი ამის დაშლა ხდება დისტანციურად, გარკვეული ფიზიკური ფაქტორების დახმარებით. ბევრს უჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი დისტანციურ ლითოტრიფსია, თუმცა მანამდე მე მინდა მაყურებელი შემოვიყვანო, რომელიც გველოდება და გავაგრძელოთ ეს თემა. მოგესალმებით, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მე მაინტერესებს მაგნისებრი კენჭი. აი თუ იშლება მედიკამენტებით და თუ არის ჯანმრთელობისათვის სახიფათო. კენჭის ზომა იქნებ გითხრათ თუ არის თუ გაქვთ გაკეთებული დიაგნოსტიკა ამის. ზომა რამდენია? მე არა, ჩემს მას აქვს და არ ვიცი ხა 3-4 სანტიმეტრია თუ მილიმეტრია არ ვიცი, მაგრამ დიდი ზომის კენჭია. პრინციპული მნიშვნელობა აქვს 3-4 მილიმეტრია თუ სანტიმეტრია. იმის მიხედვით მე შემიძლია კონკრეტულ სპეციალისტს დაუსვა კითხვა. ანუ საკმაოდ დიდი ზომის კენჭებია. კი ბატონო.
დიდი მადლობა კითხვისთვის. ბატონ ჯემალ, ჩვენ დავბრუნდებით 3 სანტიმეტრიანი კენჭები უკვე ბატონ ლევანთან უნდა გადმოვამისამართოთ, ეს უკვე ლაზერული უშუალოდ ინვაზიური მეთოდის თემაა. საერთოდ მარნისებური კენჭების მკურნალობა რიგ შემთხვევებში საპრობლემოა, რა თქმა უნდა, მისი მოცულობის გამო. ეხლა რა მოცულობის ზედაპირის გამო. ხო, ზედაპირის და მისი ასე ვთქვათ მასის რთული ფორმა აქვს. დიახ, მასის გამო. იმისათვის რომ სწორად იქნეს წარმართული ავადმყოფის მკურნალობა მარნისებური უროლითიაზის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები, რაც ითვალისწინებს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას. ვინაიდან ქვის, ანუ კენჭის არქიტექტონიკა კომპიუტერული ტომოგრაფიით 3D რეჟიმში იქნება ძალიან ინფორმატიული. ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ ურჩიოთ პაციენტს ასე ვთქვათ კონტაქტური ლითოტრიფსის მეთოდი თუ ღია ოპერაციული ჩარევით შესაძლებელი იქნება ამ კენჭის ასე ვთქვათ ამოღება. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევა, 4-5 შემთხვევა გვაქვს ჩატარებული, ისა ოპერაცია ჩატარებული მარნისებურ უროლითიაზზე. ოღონდ არა რეტროგრადული წესით, როგორც ნაჩვენები იყო ფირზე, ანუ ქვემოდან შარდის ბუშტის გავლით თირკმელში შესვლით. არა, არის მეორე მეთოდი, რომელსაც ქვია პერკუტანული ნეფროლიტოლაპაქსია. უშუალოდ ჩხვლეტით შედის სპეციალური ინსტრუმენტი თირკმლის, მაგრამ მარტივი მეთოდი. და შედის პირდაპირ თირკმლის ღრუში, ასე ვთქვათ, წელის მიდამოდან ჩხვლეტით შედის სპეციალურად, იქვე ხდება ამ კენჭის დეზინტეგრაცია. მაგრამ ხო გეუბნებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია ეს ამოკიდებულია უკვე შემდეგ ჩვენებაზე და ძალიან ბევრი ფაქტორი. ჩვენ მკურნალობის მოსდევს ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, მანამდე მე ისევ ბატონ ჯემალს მინდა დაუბრუნდე. ბატონ ჯემალ, მე თემა ეხება ჩვენ საუბრობდით ჩვენებებზე და ზოგადად ამ მეთოდთან დაკავშირებულ გარკვეულ შიშზე. აი რა ამ მეთოდის შესახებ რომ ვისაუბროთ დისტანციურ ლითოტრიფსიაზე აქვს თუ არა მას ჩვენება, უკუჩვენება, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს აი ესეთი დამიზნებით კონტაქტის, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ფიზიკური ფაქტორების დახმარებით, რბილ ქსოვილზე მყარი ქვის დაშლა. კი ბატონო, მოგახსენებთ. სხვათა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი კითხვა პაციენტების ეხება ზუსტად ამ საკითხს, რომ ექიმო რამეო ცუდ გავლენას ხო არ ახდენს თუ კენჭი იშლება ორგანიზმშიო, სხვა თირკმელს ან სხვა ორგანოს ხო არ ავნებს, ვთქვათ ეს სხივი და ასე შემდეგ. ნუ ობიექტური კითხვა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამაში დაწყდარებული უნდა ყოფილიყოთ, ვინაიდან მაქვს ასეთი მარტივი პასუხი. დღეს სოფლიოში აი 80% და მეტი შარტკენჭოვან დაავადებას მკურნავენ ლითოტრიფსიით. და ამას ხმარობს დღეს ამერიკაც, გერმანიაც, საფრანგეთის, იაპონიაც და ყველა ასე ვთქვათ წამყვანი ქვეყნები. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ მავნე იყოს, ან და რაღაცა უკუჩვენება რო კონდეს, ან და თქვა ზიანს აყენებდეს ორგანიზმს. იმათ რა ამერიკელს იმათ დანარა თუ სხვა, ან და ჩვენზე ნაკლებად უყვართ მათი თავი. აი ეს ამ ჩემი პასუხი, რომ სხვა იმაში რო არ გადავიდე და თქვა დაწვრილებით რო არ მოვიხოთ. აი ეს მარტივი პასუხი, რომ დღეს ეს მეთოდი, ძირითადად ეს მეთოდით სარგებლობენ ძირითადად აი შარტკენჭოვან დაავადებების დროს. თუმცა ბატონ ჯემალ არის ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული შეზღუდვა, ხო ამ მეთოდის რაღაც ზომის კენჭის დაშლა შეიძლება, მაგრამ რაღაც ზომის უკვე შეუძლებელია. ხო, ხა ჩვენ მაყურებელი რომელიც ჩაგვერთო მათ 3 სანტიმეტრი. დიახ. ამაზე ბატონმა ლევანმა მოგახსენათ, აი კენჭებია, რომელიც მაჟისებური კენჭებია და ასე შემდეგ. კიდე ალბათ
უფრო მარტივად აღიხსნით, კიდე სხვა შემთხვევებიცაა, მაგრამ იქ სადაც ნაჩვენებია ლიტოტრიფსია, იქ არავითარი სახიფათო ხიფათი არ არსებობს. თუმცა რამდენი რა თქმა უნდა, ეხლა ამ აპარატურას ცოდნა ჭირდება და ასე ვთქვათ, იცით რა, თუ გამოუცდელი კაცი ხარ და ნებისმიერ აპარატს შეგიძლია ცუდად გამოიყენოს ასე. ბატონ ჯემალ, აი შეზღუდვაზე რა ხამსაუბრებთ, რა ზომის, ანუ რამდენ სანტიმეტრამდე, რამდენ მილიმეტრამდე, ესე ვთქვათ, მაყურებლის მაინც საინტერესოა, დაშლა შეიძლება დისტანციური მეთოდით, უკონტაქტოდ. იცით რა, როგორ მოგახსენებთ ახლა, საქმე იმაშია, რომ ჩვენ და საბედნიეროდ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენ ახლა მოღვაწეობთ, მე და ბატონი ლევანი და როსტომი ხალვაში. ჩვენ გვაქვს ყველა სახის, ასე ვთქვათ, მიდგომის საშუალება. მაგალითად, აი ვიწყებთ კონტაქტურ ლიტოტრიფსიას და გამოთქვათ, დაიშალა დიდი ქვა, დარჩა პატარა ქვა, ჩვენ გვაქვს საშუალება დისტანციური ლიტოტრიფსიით, უკვე ასე ვთქვათ, საბოლოოდ დავიყვანოთ ამ ქვის, ასე ვთქვათ, დაშლაზე. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ლიტოტრიფსიას, ასია მიღებული, რომ 2 სანტიმეტრამდე, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი არის მაგის, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა და 2 სანტიმეტრის შემდეგ უკვე ბატონ ლევანთან. დიახ. ბატონ ლევან, ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც რა ზომის შეიძლება დაიშალოს ქვა, ეხლა ზოგადად მიღებულია მსოფლიო რეკორდერი 1 კილოგრამამდე მოცულობის ქვა არის ამოღებული თირკმლიდან. თუ მას მიუშვებთ დინებაზე, შეიძლება ბოლომდე გაიზარდოს და თქვენს პრაქტიკაში იქნება. თქვენ პრაქტიკაში რამდენი ყოფილა ყველაზე დიდი ქვა? ყველაზე დიდი ქვა, მარნისებური ქვა. აი ის სურათი, რომელიც იყო ნაჩვენები, ეს მარნისებური ქვა არ ჩაითვლება, არის დიდი ზომის თირკმლის რეციდიული ქვა, მენჯისა და ქვემოფიალის მრავლობითი კონკრემენტები. აი ეს ქვა თითქმის კი არა, სრულად დეზინტეგრირებული იქნა კონტაქტური ლიტოტრიფსიის მეშვეობით. გარდა ამისა, კიდევ ჰქონდა 2 შემთხვევა მარნისებური კენჭისა, ერთ შემთხვევაში იყო ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა 2 მხრივი ნეფროლიტიაზი, 2 მხრივი გიდრონეფროზი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. ჩვენ გავუკეთეთ მარჯვენა მხრივი კონტაქტური ლიტოტრიფსია, ძალიან კარგი რეზულტატით და ეხა ეს პაციენტი ემზადება მეორე თირკმელში არსებული მარნისებური კენჭის ლიტოტრიფსიისათვის. ანუ ამ ზომამდე და ამ მდგომარეობამდე არ უნდა მივიდეს საქმე, მაყურებელი ყავს ბატონ ლევან და გავაგრძელოთ. მოგესალმებით, გისმენთ? დიახ. შეიძლება დაუწიეთ ტელევიზორს თქვენი ხმა. მე მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და ბატონ ლევან, ეხლა რაც შეეხება თვითონ დაშლის პროცესში უკვე შემდეგ ხდება ბუნებრივი გზით ქვის გამოდევნა თუ გარკვეულად ხელოვნური ჩარევით ხდება გამოტანა? მოგახსენებთ. ეგ ექსტრაკორპორალური ანუ დისტანციური ლიტოტრიფსიის ერთ-ერთი, აი რატომ არის იქ მაინც შეზღუდვა ასე ვთქვათ, თირკმლის კენჭის ჩვენებად ლიტოტრიფსიისათვის შეზღუდულია 2 სანტიმეტრამდე. რატომ 2 სანტიმეტრზე მეტი კენჭის ტრიფსის შემთხვევაში დაშლილი ფრაგმენტების მოცულობა არის დიდი და ვინაიდან დისტანციური ლიტოტრიფსია ითვალისწინებს ამ დაშლილი ფრაგმენტების თვითნებურ ევაკუაციას საშარდე გზებიდან, ხშირ შემთხვევაში ხდება ასე, რომ ეს დაშლილი ფრაგმენტები მიგრირებს შარსაწვეთში და შეიძლება გამოიწვიოს შარსაწვეთის სრული დახშობა. და შესაძლებელი ამას მეორენაირად უძახიან კენჭოვან ბილიქს. ასეთ შემთხვევაში მე უკვე საჭირო ხდება ინვაზიური ჩარევა, ანუ ამ დაშლილი ფრაგმენტების ევაკუაცია საშარდე გზებიდან. აი ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, უკუჩვენება
დისტანციური ლიტოტრიფსისა 2 სანტიმეტრზე მეტი კონკრემენტების შემთხვევაში. მეორე, რაც თქვენ შემეკითხეთ, კონტაქტური ლიტოტრიფსიის დროს ხდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ ამ კენჭის დეზინტეგრაცია და ის დეზინტეგრირებული ფრაგმენტები, რომელიც არის, ხდება იმის ექსტრაქტირება, ანუ ევაკუაცია საშარდე გზებიდან. დიახ. მის ზომასაც ხედავთ, თუ ის ფრაგმენტი დიდია, ხდება კიდევ დამატებით მისი ფრაგმენტაცია. სანამ ის არ მივიღებთ ისეთი ზომებს ფრაგმენტისა, რომელიც გამოეტევა, ასე თუ შეიძლება ითქვას, შარსაწვეთის სანათურიდან. თუ ის ძალიან მცირეა, დაუშვათ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ის რა თქმა უნდა შართან ერთად თვითდინებით იქნება ევაკუირებული. ნებისმიერი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ლიტოტრიფსიის შემდეგ საშარდე გზებში, ანუ შარსაწვეთში იდგმება სპეციალური სტენდ კატეტერი, რომელსაც ქვია ურეთერალური სტენდი. ასე ვთქვათ, და ეს სტენდი, ასე ვთქვათ, ოპერაციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში იმყოფება საშარდე გზებში. როდესაც შემდგომში პაციენტი უკვე საკონტროლო გამოკვლევაზე მოგმართავს, ხდება თავიდან, ასე ვთქვათ, მისი გამოკვლევა, თუ ის ფრაგმენტები, რომელიც დეზინტეგრირებული ფრაგმენტები არ იქნა საშარდე გზებში, მერე ხდება ამ სტენდის ევაკუაცია. ანუ ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულად უშუალოდ კონტროლით, თვალით ხდება იმ ზომამდე დაყვანა, ანუ აღარ ხდება იმ ზომამდე დაყვანა, რომ ის გამოვიდეს ბუნებრივი გზით. დაზიანებებიც ამ შემთხვევაში კედელი და რბილი ქსოვილების ნაკლებად ხდება. ნაკლებად ხდება, რაღაც ხარისხით მაინც ზიანდება საშარდე გზების ნებისმიერ ბუნებრივია, ეს ყველაფერი ბუნებრივია, მაგრამ თუმცა საბოლოო შედეგისთვის რა თქმა უნდა, ეპიტელიზაცია ხდება მერე საშარდე გზების და ასე რომ ეს არანაირი პრობლემა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემას, საუბარს მცირე პაუზის შემდეგ გავაგრძელებთ, დაგველოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო გადაცემა იმპულს. დღეს ჩვენი მთავარი თემა შარტკენჭოვანი დაავადება. სანამ სტუმრებთან ერთად საუბარს გავაგრძობთ, მანამდე ნახოთ სიუჟეტი. შარტკენჭოვანი დაავადება იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. შედარებით ხშირად გვხვდება ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. შარდის გამოყოფის დარღვევის გამო ვითარდება ჰიდრონეფროზი, რაც მკვეთრად არღვევს თირკმლის ფუნქციას. ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა ითვლება. თირკმელში თუ არსებობს კენჭი, გაჩნდა კენჭი თირკმელში, რა თქმა უნდა, ის იზრდება მოცულობით და იზრდება თირკმლის ქსოვილის ხარჯზე. ყველა კენჭს ახლავს ინფექცია. კენჭი ინფექციის გარეშე არ არსებობს. ეს ინფექციაც თავისას აკეთებს თირკმლის ქსოვილის ანთებას იწვევს, ასე წოდებული ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტის ვეძახით, რომელიც თავისთავად ისიც ყოფს თირკმლის ქსოვილს. ასე იღუპება თირკმელი. დისტანციური ლიტოტრიფსიის მეთოდით მკურნალობისას კენჭი მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით იშლება. ელექტრომაგნიტური გზით გამომუშავებული იმპულსები კომპიუტერის მეშვეობით საშარდე გზებში არსებულ კენჭზე ფოკუსირდება. კენჭი იშლება ქვიშის ან სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფიან. საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება არ არის გამოჯანმრთელების კრიტერიუმი, რადგან ქვები უმეტესად ისევ წარმოიქმნება. ოპერაციული ჩარევით შარტკენჭოვანი დაავადების მკურნალობა არ მთავრდება. ქვების ხელახალი წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკმაოდ ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა. ინტრაკორპორალური ლიტოტრიფსია ითვალისწინებს ორგანიზმში შეღწევით, ანუ სპეციალური ენდოსკოპიური მოწყობილობით ხდება შარდის ტრანსურეთრალურად, ანუ საშარდე მილის გავლით, შარდის ბუშტის ღრუს გავლით, შარსაწვეთის გავლით შეღწევა თირკმლის ღრუში და კონტაქტურად, ანუ ვიზუალური და რენტგენოლოგიური კონტროლის ქვეშ ხდება კენჭზე ლაზერული ზემოქმედება. თუ თქვენ შარტკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ჩიფსი, თევზი და მჟავე კომბოსტო. შეზღუდეთ პარკოსნები, კაკაო, ხსნადი ყავა, შოკოლადი, გრეიპფრუტი, წიწაკა. და
ბატონ ლევან, ეხლა ჩვენ ნახეთ სიუჟეტი კიდევ ერთხელ ის მეთოდები, რომელზეც უკვე საუბრობდით და ეს მეთოდები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა კენჭი. თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, განსაკუთრებით ურატების შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მედიკამენტოზური ჩარევით და კენჭებთან ბრძოლა. რა ხდება, როდის არის აუცილებელი მედიკამენტოზური ჩარევა და როდის არ საჭიროებს ქირურგიულ და ეს დისტანციურ მეთოდებს შარტკენჭოვანი დაავადება. მოგახსენებთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონსერვატული მკურნალობა დამოკიდებულია პირველ რიგში კონკრემენტის ზომაზე, მის ლოკალიზაციაზე, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ მის მინეროლოგიურ შემცველობაზე, ანუ მის ქიმიურ შემცველობაზე. რა მაქვს ხედველობაში ზომა? თუ კენჭი არის კონკრემენტი წარმოიშვა, საერთოდ ყველა კენჭი წარმოიქმნება თირკმელში და მერე იწყებს მიგრაციას ზემო საშარდე გზებიდან ქვემო საშარდე გზებისაკენ. აი ამ მანძილზე შესაძლებელია პატარა ზომის კენჭმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 მილიმეტრს, შესაძლებელია მისი გამონდევნა. აი ამ მეთოდს ქვია ლიტოკინეტიკური თერაპია. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფებს პაციენტებს უნიშნავთ არასტეროიდულ ანალგეტიკებს, სითხობრივ დატვირთვას, სპაზმოლიტიკების მიღებას და ასევე ვამატებთ უფრო ხშირ შემთხვევაში ვამატებთ ალფა ადრენობლოკატორებს. ეს გამოიყენება იმისათვის, რომ მოდუნდეს შარსატვირთის განივი მუსკულატურა, რომ კენჭმა ტკივილები, რაც დამახასიათებელია, არ გამითარდეს. ბატონ ლევან, ჩვენ სან გავაგრძელებთ ამ ქიმიოთერაპიას, ესე რომ ვთქვა, კენჭების მანამდე მაყურებელი ყავს და გავაგრძელებთ. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. როგორც ჩანს, დიახ ალბათონო. ალო. დიახ ალბათონო, ისმის თქვენი ეთერში დასვით. ალო. დიახ, ისმის თქვენი დასვით კითხვა. თუ შეიძლება ეს შეკითხვა? დიახ. რამოდენიმე წლის წინ გაკეთებული მაქვს ოპერაცია. შარტკენჭოვანი დაავადება მქონდა. ამოღებული მაქვს კენჭი დაახლოებით 4 სანტიმეტრის ზომის. მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში კიდე ჩამილაგდა 3 კენჭი. და ამჯერად თითქმელი არის განლეული, თითქმის გუშაობს მხოლოდ 15-17% და ხშირად მაწუხებს და რამდენად შესაძლებელია ჭრილობის გარეშე ოპერაციის გაკეთება. თუ ჩაიტარეთ ამ კენჭების ზუსტი გამოკვლევა, რა ზომის არის ის რაც განმეორებით ჩალაგდა? დიახ, დაახლოებით არის 2 სანტიმეტრამდე თითოეული. კი ბატონო. მადლობთ კითხვისთვის. ბატონ ლევან, ამ შემთხვევაში მე მგონი ბატონ ჯემალთან გადავალთ. ბატონ ჯემალ, ჩვენ ახლა მაყურებლის კითხვიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განვუმარტოთ 2 სანტიმეტრამდე ზომის იმის კენჭების შემთხვევაში ალბათ შესაძლებელია დისტანციური მეთოდით არაინვაზიურად მკურნალობა და ზოგადად რა უპირატესობა აქვს არაინვაზიურ მეთოდს ანუ ლიტოტრიფსიას ქირურგიულთან შედარებით და რა შემთხვევაში არ შეიძლება ის ანუ როდის არის კატეგორიულად დაუშვებელი ან არაეფექტური. მოგახსენებთ რაც შეეხება ხა კერძოდ ამ კითხვას მაყურებლის უნდა მოგახსენოთ რომ შარტკენჭოვანი დაავადება ეს არის დაავადება კენჭის ასე ვთქვათ მოშორება ორგანიზმიდან სხვადასხვა მეთოდით ვთქვათ ოპერაციული მეთოდით ან და არაინვაზიური მეთოდებით ეს არის უბრალოდ იმ ქვის ასე ვთქვათ მოცილება და არა ამ დაავადების განკურნება. ამიტომ ასია ვთქვათ შარტკენჭოვანი დაავადება რო აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა უპირველესა პროფილაქტიკას უნდა ატარებდეს მის ცხოვრების მანძილზე. ასე ვთქვათ პრევენციას,
იმიტომ წელიწადში ერთხელ ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოს. აი ხლა ჩვენ ასეთ ხშირი შემთხვევები გვაქვს, რომ ოპერაცია გაუკეთებია პაციენტს, თქვა 1 წლის წინ, ამოუღია თქვა 1 სანტიმეტრამდე კენჭი, ოპერაციული გზით სადაც არ აქვს ეს ლიტოტრიფტორები, თქვა ეს ძალიან ბევრი ასეთი ავადმყოფები არიან დასავლეთ საქართველოსთან, სამეგრელოდან და სხვა უბნებიდან. ხო და ზუსტად 1 წლის თავზე იმავე ადგილზე, იმავე ზომის კენჭი უჩნდებათ ადამიანს. ხო და საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა, ოპერაციას არაინვაზიური მეთოდი ჯობია. თქო გითხარით, რომ დღეს მსოფლიოში 80% შარკენჭოვანი დაავადება იმკურნება არაინვაზიური მეთოდებით. ხო და ამიტომ რა თქმა უნდა ეხლა ამ კერძოდ ამ პაციენტს სჭირდება მე ვფიქრობ მან ძალიან დადებით ასე ვთქვათ შედეგს მიიღებს დისტანციური ლიტოტრიფსია. და ბატონ ჯამალ მე მაინტერესებს ასევე როდის არ შეიძლება მაგრამ მანამდე კიდევ ერთი მაყურებელი შემოვიყვანოთ და გავაგრძელოთ. მოგესალმებით გისმენთ? ალო. დიახ ალბათონო გისმენთ. დასვით კითხვა. გამარჯობა. გამარჯობა. უნდა გკითხოთ სრულად შემთხვევით გავიგერო მაქვს თითქმის კენჭი 12 მმ ზომის და მაინტერესებს რას მიჩნევს ანუ მე არ მაწუხებ და ტკივილები არა მაქვს და რას მიჩნევს ამ კენჭთან დაკავშირებით. მადლობთ კითხვისთვის 12 მმ-მდე ზომის იმ შემთხვევაში აუცილებლად მაინც ბატონ ჯემალთან 2 სანტიმეტრამდე ზომის შემთხვევაში ბატონ ჯემალ 12 მმ ალბათ დისტანციურს ექვემდებარება. კი ექვემდებარება, მაგრამ იცით რა, ასე ძნელია თქვა. გააჩნია იქ სადაც თქვათ საშარდე გზებში არის პრობლემა, სადაც უფრო ხო გეუბნებით ჩვენ გვაქვს ეს დისტანციური ლიტოტრიფსია არის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ერთ-ერთი მშვენიერი მეთოდი. ასე ვთქვათ, ნაკლებ აგრესიული მეთოდია. მაგრამ ჩვენ ისეთი თანამედროვე და შედეგიანი მეთოდები გვაქვს, როგორც კონტაქტური და ასე რაც დაასახელა ბატონმა ლევანმა. ამიტომ ძნელია ასე ვთქვათ. ჩვენ თუ უნდა გამოცხადდეს, ნახავთ ჩვენ და რა თქმა უნდა, რაც უკეთესი იქნება, იმას ასე ვთქვათ შევთავაზებთ. ბატონ ჯემალ, გასაგებია მაყურებლისთვის ალბათ 12 მმ ეს უკვე ის ზომა რომელიც ექვემდებარება, მაგრამ ისე რა თქმა უნდა დისტანციური ლიტოტრიფსია მოიტანს შედეგს. ბატონ ჯემალ, როდის არ შეიძლება? ხო არის რაღაც გარკვეული შემთხვევა, როდესაც არ არის მიღებული, არ არის რეკომენდირებული დისტანციური ლიტოტრიფსია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. უთხრათ მაყურებელს, როდის არ შეიძლება და ამ მეთოდის გამოყენება. არა, არ შეიძლება კი არა, იცით რა არის? იქ სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ დისტანციური ლიტოტრიფსია შედეგს არ გამოიღებს და პრობლემა შეიქმნება, რაც დაასახელა ბატონ ლევანმა, ევაკუაცია ფრაგმენტების, თუ შევიწროება საშარდე გზებში და ასე შემდეგ, ან და ვთქვათ, კონკრეტული დიდი ხანი არსებობს ერთ და იმ ადგილზე, თქვა შარსაწვეთში და იქ რა თქმა უნდა კონტაქტური აჯობებს, ვიდრე დისტანციური. ხო და არის ასეთი, რა თქმა უნდა, უკუჩვენება, როგორც ასეთი არ არსებობს, უკუჩვენება. არსებობს ჩვენება, რომ უშედეგოდ, ასე ვთქვა და ამიტომ უკუჩვენება ახლა რას ნიშნავს, რომ ზიანს მიაყენებსო, ხო? ასე ვთქვა. კი ბატონო, თუმცა არის რაღაც გარკვეული ჭარბი წონა და ასე ფაქტორები, რომლის შემთხვევაში მაინც არ არის რეკომენდირებული, როგორც ამას. ნუ რა თქმა უნდა, იქ სადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, სადაც ჩირქოვანი პროცესია ორგანიზმში უკვე. სადაც იქ რა თქმა უნდა, იქ მიზანშეწონილი არა, არავითარ შემთხვევაში დისტანციური პრობლემა აქვს პაციენტს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. დიახ. მაყურებელი ყავს ბატონ ჯემალ და გავაგრძელოთ კიდევ. კი ბატონო. დიახ, გისმენთ. ალო. დიახ, ბატონო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ ჯემალ, თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა. რამოდენიმე წლის წინ შავსაწვეთურში მქონდა კენჭი, რომელიც ოპერაციის ამოვიღეთ. შემდეგ ეკოსკოპიის შედეგად რამდენჯერმე გადავიღე სურათი და ორივე მხარეს მქონდა კენჭები. ისა როგორც იყო რეკლამა ტუტუკონთან დაკავშირებით, დავიწყე მისი მიღება. და შედეგი კარგი მომცა ძალიან.
რამოდენიმე კენჭი, რომელიც დიდი ზომის იყო, თქვა 10, 12-იც კი 9 და ასე შემდეგ დაიშალასავით თუ წვრილად ბილიკ-ბილიკ იყო უკვე დაშლილი და ეხლა კიდე შევამოწმე 20 ფლაკონი მაქვს მიღებული ტუტუკონი. ქალბატონო, კითხვის არცი რაში მდგომარეობს? გავაგრძელო მიღება თუ როგორ უნდა მოვიქცე, ლითოტრიფსიის გაკეთება არ მინდა. კენჭის ზომა ეხლა ბოლო კვლევის მიხედვით 9 მმ. დიახ. კი ბატონო, მადლობთ. მარჯვენა მხარეს და მარცხნივ ისე მაქვს რამოდენიმე. კი ბატონო, მადლობთ კითხვისთვის. კი ბატონო. თუ თქვენ არც პირველი ხართ არც უკანასკნელი ასეთ სიტუაციაში. იცით რა არის? აი პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ რა თქმა უნდა, ავანტყოფილ პაციენტი ეძებს უფრო მოკლე გზას, ასე ვთქვათ, თავის განკურნებისა და უფრო მარტივ გზას ეძებს. ვთქვათ, რაც მედიკამენტოზურ, ასე ვთქვათ, კურნალობას ეწაი ტუტუკონია. ნუ კიდე კაი ტუტუკონი ვთქვათ, ეს სამედიცინო პრეპარატია და მიღებულია ფარმაცევტიაში და ასე შემდეგ. მაგრამ საუბედუროდ ძალიან ხშირად ხდება ჩვენ შემთხვევები, როდესაც აი როიტყვიან ხალხურ იმ წამლებს ღებულობენ და ჩვენთან მოყავთ უკვე როიტყვიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თირკმელ დალეული და ასე შემდეგ. იცით რა, მე ვიტყოდი, რომ აუცილებლად ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისევ და ისევ უროლოგმა უნდა გადაწყვიტოს, სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, თქვენ ტრიფსია გჭირდება თუ თქვა წამლებით. იმიტომ რომ იცით რა, შეიძლება თქვენ დათურ სამსახურს უწევთ, თქვენ თირკმელს. აი, თქვა უჭირს თირკმელს გამოყოფა, ასე ვთქვათ, მუშაობა და თქვენ ტვირთავთ კიდე წამლით. ამას ქვია დათური სამსახური. ხო და ამიტომ იცით რა, ისევ გირჩევთ, რომ ისევ მიმართოთ უროლოგთან, რომ ის გადაწყვეტს. ეხლა დღეს უროლოგიაში უკვე შეიძლება არ გქონდეთ, ასე ვთქვათ, ეს აპარატურა, რაც ჩვენ გაგვაჩნია კლინიკას, მაგრამ მოგცეთ, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომ მოგმართოს ჩვენ და ანდა ვთქვათ, იქ სადაც ეს აპარატურა არსებობს. ბატონო ჯემალ, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად ხდება და ორგანიზმისთვის მიყენებული ტრავმა ნაკლებია, მაინც არსებობს რაღაც გარკვეული ღონისძიებები, რომელიც პროცედურის შემდეგ პაციენტმა უნდა ჩაიტაროს. რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც ეს პროცედურა ჩაიტარა? დისტანციური ლითოტრიფსია ბუნებრივია. და კიდე ერთი აი წინა კითხვასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური დგანა საკითხი, თუ ჩვენ შეიძლება ასე ხმამაღლად არ ვამბობდეთ, რომ რა თქმა უნდა ლითოტრიფსიას ამ იმას თავისი ხარჯი აქვს. და ჩვენს პირობებში მე ვიტყოდი, რომ არც თლა ისეთი პატარა. ბატონო ჯემალ, ხარჯები გასაგებია, საინტერესოა, როცა ჯანმრთელობას ეხება, ამ შემთხვევაში ხარჯი ნაკლებად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ისეთი საკითხი, როგორიც არის არასწორად არ გაიკეთოს, ან რა პროცედურები, იმიტომ რომ ძალიან ესეთი მაცდუნებელი მეთოდია ერთი ვიზიტით ამბულატორიულად იტარებ პროცედურას, თუმცა მას ალბათ აქვს გარკვეული ჩვენებები, რაც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა და ამის გათვალისწინება ხშირად ავიწყდებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეახსენოთ კიდევ ერთხელ იმ პაციენტებს, ვინც ჩაიტარა ეს პროცედურა, რა უნდა გაითვალისწინონ, რა წესები უნდა დაიცვან იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული გართულებები არ განვითარდეს. კი ბატონო. მოგახსენებთ მაგაზე, მაგრამ ისევ მინდა პატარა დაუბრუნდე ამ საკითხს, იმიტომ ეს პრინციპიალური საკითხია მომსახურებაში. იმიტომ რომ იცით რა, გაურკვეველია დღევანდელ დღეს, აი დაფინანსება აი ამ ავანტყოფებისა, რაც შეეხება ლითოტრიფსიას. ბევრი გაუგებარი მომენტებია ასეთი დაფინანსების თვალსაზრისით და ამიტომ ალბათ თავრობამ ჩვენა, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები იცის, მე ახლა არ მინდა დავასახელო. ბატონო ჯემალ, ეს საკითხია, ესეთი ამბავი. უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა, არა, არ შემეძლო არ მეთქვა მაგაზე, იმიტომ მე ყოველდღე ამას ვაწყდებით, როიტყვიან.
და ხალხი ძალიან ბევრი მაგის გულისა ვერ იტარებს თქვათ იმ ღონისძიებებს, რაც ჩასატარებელია. და ეხლა რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, მე მოგახსენებთ, რომ ეს შარდკენჭოვანი დაავადება, ამიტომ თქვათ ოპერაციული თვალსაზრისით მეშვეობით თუ თქვათ ინსტრუმენტალური, ექსტრაკორპორალური მეშვეობით მოცილებული ქვა, ეს არ ნიშნავს, რომ განიკურნა ავადმყოფობა. ამიტომ აუცილებლად შემდგომში წელიწადში ერთჯერ, ორჯერ მაინც, ეხლა ეხოსკოპია ძალიან მარტივი ისაა ყველგანაა სოფლებში, ყველგანაა, მაგრამ ავადმყოფს შეუძლია ნებისმიერ უბანში მივიდეს და ყველგან არსებობს ეხოსკოპია. რომ წელიწადში ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ მაინც გაიკეთოს. როგორც კი ნახავს, რომ ისე უგროვდება, თქვა, თირკმელში ეს მარილები და ასე შემდეგ, ასე რომ ვთქვა ხალხურად. ბატონო, ეგრევე პროფილაქტიკა ყავს მობილურით გვიკავშირდება და ძალიან გთხოვს შემოვყვანოთ, ამიტომ გავაგრძელოთ ცოტა მოგვიანებით, მანამდე მაყურებელი. დიახ, ისმენთ. ალო, გესმით? დიახ, ისმის ბატონო, დასვით კითხვა. ძალიან თორე მე თქვენმა სატელეფონო ხაზზე ვინც ის იმან მითხარ შარდკენჭოვანზე თუ გასაგებსო და უროლოგთან, როგორი უროლოგით არის ჯემალ ქიქავა, მე ვიცნობ მას და მე ამას წინა რამოდენიმე თვით წინ გესმით ხომ? კი, ეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შარდის შეკავება მქონდა, გავიკეთე კათეტერი და ძალიან გთხოვთ თქვენთან როგორ მოვიდე და რა ეშველება ჩემს საქმეს, რომ არც კენჭები მაქვს, არც მაგალითად შევიწროება, მხოლოდ მაქვს საშარდები. ილის შევიწროება. გასაგებია, ჩვენი პროდიუსერი ჩაიწერს თქვენ კოორდინატებს და აუცილებლად დაგაკავშირებთ ექიმთან. კითხვა თუ გაქვთ სხვა სახის ამის. მაგალითად ჯემალ ქიქავასთან რომ დამაკავშირებდეთ და თუ საიდუმლოა მობილური ტელეფონი უფრო გასაგებია. მადლობ, ჩვენი პროდიუსერი აუცილებლად დაგაკავშირებთ. მე ისევ ქიმიოთერაპიას მინდა დაუბრუნდე, იმიტომ კითხვაც იყო ამასთან დაკავშირებით და რამდენად ეფექტურია ქიმიოთერაპია, ანუ პრეპარატებით მკურნალობა და ის არის ალტერნატივა იმ ჩვენების შემთხვევაში, როდესაც ინიშნება არის ალტერნატივა თუ აუცილებლად საჭიროებს გარკვეულ დახმარებას აი მეთოდების, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. მოგახსენებთ, ოღონდ მე 2-20 სიტყვით აი მამაკაც გამოვეხმაურო, რომელმაც კითხვა დასვა მარჯნისებური კენჭის გამო. შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ გამოკვლევა ჩატარდება და ყველა ასეთი პაციენტი, ვისაც აქვს მარჯნისებური ნეფროლიტიაზი, უნდა იყოს მომზადებული ლიტოტრიფსით მკურნალობის შემთხვევაში ეტაპობრივი მკურნალობისათვის უნდა იყოს მომზადებული, იმიტომ რომ მარჯნისებური კონკრემენტები ერთი ეტაპით ძალიან იშვიათად ხდება განკურვა. ამიტომ რამოდენიმე ეტაპი იქნება ჩასატარებელი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება კენჭების კონსერვატულ მკურნალობას. პირველ რიგში მოგახსენეთ, არსებობს ერთი მეთოდი. საუბარია ბუნებრივია ხალხურ მეთოდებზე და ისეთ მეთოდებზე, რომელიც შემთხვევაში შეცდომით არის და პირიქით აუარესებს მდგომარეობას და უროლოგის დანიშნულია ესეთი მკურნალობა ალბათ მე მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის კონკრემენტის დაშლა შესაძლებელი კონსერვატულად. ეს არის ურატული კონკრემენტები. დანარჩენი არც ერთი შემადგენლობის კონკრემენტი არ ექვემდებარება ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლიტოლიტიკურ დაშლას. პერორალური თუ გინდ უშუალოდ ასე ვთქვათ, ამ სპეციალური პრეპარატების ზემოქმედება. მხოლოდ და მხოლოდ კონსერვატულად იშლება ურატული კონკრემენტები. დანარჩენი კონკრემენტი არ ექვემდებარება არანაირ დაშლას. და ბატონ ლევან, საინტერესო ასევე პროფილაქტიკის საკითხი. და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაყურებელმა დარეკვა აღნიშნა კიდევაც, რომ ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იგივე ადგილას მას აღდგა კენჭი. ანუ ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც ერთჯერადი მოცილებით არ ქრება. ანუ
ზუსტ ძალიან მოკლე პერიოდში ზუსტად იგივე ადგილას შეიძლება ჩავლაგდეს კენჭები. ამიტომ მნიშვნელოვანია ის პროფილაქტიკა, რასაც არ აქვს მნიშვნელობა დისტანციური თუ ინვაზიური მეთოდის შემდეგ ჩაიტარებს და განხორციელდება. ანუ რა საკვები უნდა ამოიღოს რაციონიდან? გასაგებია, რომ კენჭების ტიპის მიხედვით არის გარკვეული სპეციფიური დიეტები, თუმცა ყველა კენჭს მაინც ახასებს ერთი უნივერსალური დიეტა, არსებობს რაღაც გარკვეული რეკომენდაციები, ასეთივე უნივერსალურია აუცილებლად ბუნებრივია წყალი, რომლის ფენომენი საქართველოში განსხვავდება თუნდაც ევროპის და დასავლეთის ფენომენზე, იმიტომ რომ საქართველოში ნაკლებად ვსვამენ წყალს. და ამ პაციენტების ალბათ აღნიშნავ კიდევ მაყურებლისთვის, რომ მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობა აუცილებლად უნდა აღემატებოდეს ნორმას, თუნდაც და კიდევ რა შეიძლება იყოს, თუმცა ბატონ ლევან, მე მაყურებელს შემოვიყვან და საერთო დროიდან გამომდინარე, ჩვენთან ბოლო მაყურებელი იქნება და უნდა დავასრულოთ მალე. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. მან მქონდა ძალიან დიდი ზომის კენჭი და ახალ მაქვს მქონდა 7 სანტიმეტრიანი და ამჟამად არის მედიკამენტები მივიღე და არის 5 სანტიმეტრი. მენში არის 24 მილიმეტრი და 26 მილიმეტრი ფიალაში. ადრე მეუბნებოდნენ ზია ოპერაციას, მაგრამ ახლა რომ ნახა ექიმა გადავიღე კომპიუტერის ტომოგრაფია მირჩიეს რომ პერკუნტალური არის თქვენ რომ ახსენეთ აი ამ გზით ამ კენჭის დაშლა და თქვენი აზრით აი მაინტერესებს მიზანშეწონილია თუ არა და შესაძლებელი თუ არის თუ არა დაიშალოს ეს კენჭი ამ პერკუნტალური და მეთოდით. მადლობთ ქალბატონ კითხვისთვის და მე ეხლა მეორე მაყურებელი და უნდა დავასრულოთ ნაწილი. დიახ, ისმის ბატონო, დასვით კითხვა თქვენს. გამარჯობათ. ნახოთ ეკოსტობის გადაგებებზე აღმოჩნდა 3 კენჭი რა, ეს ზომებია 15, 10 და 12, ნო? დიახ. რის შედეგად შეიძლება მაგის დაშლა? დიდი მადლობა. ანუ ის დაშლები შეიძლება რომ განიკურნოს. დიდი მადლობა კითხვისთვის და ბატონ ლევან პირველ კითხვას ვასხობთ ქალბატონის და პირველი კითხვა. კენჭი საკმაოდ დიდი ზომისაა, რასაც ქალბატონმა მოგვაწოდა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს კენჭი იქნება ალბათ დასაშლელი, აუცილებლად და ჩვენთან კეთდება პერკუტანული მეთოდით ამ კენჭის დეზინტეგრაცია. ეს შესაძლებელია. და მეორე მაყურებლის შემთხვევაში ალბათ ისეთი ზომებია, რომელიც ალბათ არ არის დიდი ზომები, ამიტომ ჩასატარებელია უფრო კონკრეტული და ასე ვთქვათ, მიზანმიმართული გამოკვლევა და შესაძლებელია ეს ყველაფერი ჩატარდეს ექსტრაკორპორალური ლითოზიფსიით. ანუ ბატონ ჯემალ, მეორე მაყურებელი, რომელიც თქვენ ალბათ გესმოდათ მეორე მაყურებლის კითხვა, თქვენი პაციენტი ანუ სავარაუდოდ დისტანციური ტრიფსიას ექვემდებარება და შესაძლებელია მაქსიმუმი 12 მილიმეტრი აღინიშნა 2 სანტიმეტრამდე კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილია და დასაშვებია დისტანციური ტრიფსია, თუმცა წინაკლებებიც ალბათ შესაძლებელია. კი ბატონო. დიდი მადლობა. და ბატონ ლევან, ძალიან მოკლედ საერთო დროიდან გამომდინარე, რას ურჩევთ მაყურებელს? აი იმ ლითოტრიფსიის შემდეგ მდგომარეობა რომ კვლავ არ განმეორდეს და კვლავ არ წარმოქმნას, რა უნდა გაითვალისწინოთ? მოგახსენებ. აი ერთი რესპონდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ რამოდენიმე ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია და ისევ გაუჩნდა ქვები, მე ცნობისთვის მინდა მევაწოდო მოსახლეობას, რომ რეციდივიული კენჭები უმეტეს შემთხვევაში არის ინფექციური წარმოშობისა. ძალიან ხშირად ინფექციური კენჭები, ანუ ინფექციით გამოწვეული კენჭები რეციდივირებენ. ნაკლებ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არაინფექციური კონკრემენტები. რაც შეეხება პროფილაქტიკას, ცვლის დაურღვევაც გასათვალისწინებელია, რომ ეს პირდაპირ პროვოკაციული ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტისთვის და თუ დიეტები, ალბათ რომელსაც თქვენ თქვით. ეხლა რა მინდა ამ დიეტის შესახებ მოგახსენოთ. აქ იმდენად სკრუპულოზურია ეს დიეტური, ასე ვთქვათ, პროფილაქტიკა, რომ ერთ შემთხვევაში თუ დაუშვათ პაციენტი არის დაავადებული ურატული ნეფროლიტიაზით, აუცილებლად შეკვეცილი უნდა იყოს ხორცის ნახარში, ღვიძლი, ჩემო ბატონო,
თუ კუჭმაჭი და ასეთი კერძები, ცილოვანი პროდუქტები, ჟავე, მწარე, წიწაკიანი, ეს ყველაფერი უნდა იყოს შეკვეცილი. ასევე ისეთ ტკბილი პროდუქტები, როგორიცაა შოკოლადი, ყავა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ოქსალატების დროსაც ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგია ბოსტნეულის, ანუ ვეგეტარიანული, ასე ვთქვათ, მენიუ. მაგრამ ასეთი მკვეთრი დიეტა შარდკენჭოვანი დაავადებების დროს მაინც არ არის გათვალისწინებული, იცით? აი ხორცის მიუღებლობა საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ და მხოლოდ ბოსტნეულზე, იმიტომ რომ თუ ბოსტნეულს ღებულობს, მაშინ იზრდება რისკი ფოსფატების განვითარებისა. გამიგეთ? აი ეგეთი თუმცა ერთი უნივერსალური ალბათ მაინც უნივერსალური არ არსებობს. ბატონო, დიახ. გეტყვი. ანუ ეს კომპონენტი ერთ-ერთი მექანიზმი, რაც ხელს უშლის ამ ურატები იქნება, ფოსფატები იქნება და ასე შემდეგ. მის საწყის ეტაპზე, როდესაც ის კრისტალირდება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ყველაზე ასე ვთქვათ, უროლოგების რეკომენდაციით მაინც იმდენი უნდა მიიღოსო დღის განმავლობაში 2 litrამდე შარდი გამოიყოს. ეს ალბათ 3 litrამდე უნდა იყოს მაინც. კი, 3 litrამდე გამოიყოს და კიდევ რა თქმა უნდა, რაც მთავარია, ამოვიღოთ საკვები რაციონიდან მარილი, რომელიც ერთ შემთხვევაში მეორეს და ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უწყობს და ნებისმიერ ისეთ საკვები, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით უყვარს. ეს არის ცხარე, მჟავე, მწარე, ასეთი საკვებიც უნდა იქნეს. ეროვნული მარილის სიყვარული, რომელიც ეროვნულ სტატისტიკას განაპირობებს. ბატონ ჯემალ, თქვენ ხوار დაამატებდით რაიმეს? რას ურჩევთ იმ პაციენტებს? ამოწურულად მოგიყვათ ბატონმა ლევანმა, მაგრამ საუბედუროდ ადამიანი ვერ იმას იზამს ახლა პრაქტიკულად რო ასე შევხედოთ ცხოვრებას, რომ ეს ჭამო და ეს არ ჭამო და ხშირად მე მეკითხებია პაციენტები, ჯემალ ექიმო, რა ვჭამო და რას ვეუბნები, ხო იცით? რასაც იშოვი, ყველაფერი ჭამდა. რასაც იშოვი. თლად კარგი რჩევა ვერ გამოვიდა ბატონ ჯემალ. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, საქმე იმაშია, რომ უნდა მოერიდოს, რა თქმა უნდა, ასეთ რაც დაასახელა ბატონმა ლევანმა. აი ეს პროდუქტებს უნდა პატარა ასე ვთქვათ, ნაკლებად უნდა მიიღოს ეს. და პრინციპში, იცით რა, მაინც პირველ ადგილზე დგება ასე ვთქვათ, პროფილაქტიკური გასიჯვები. ანუ დროული პრევენცია. იმიტომ რომ თქვათ, თუ აიხლა ინვაზიურად მოიცილა, თუ ლიტოტრიფსით მოიცილა და 1 წელი და 2 წელი აღარ მივიდა, აღარ გეისინჯა. რა თქმა უნდა, იქ ძალიან დიდი პროცენტია, რომ განვითარდება, ასე ვთქვათ, კენჭი ისევ. მეორად ვეძახი ჩვენ ასე ჩამოყალიბებას. და ამიტომ დღეს საშუალება აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომ წელიწადში ერთჯერ, ორჯერ მაინც გაიშინჯოს, ვთქვათ, ეხოსკოპია გაიკეთოს და თუ რაღაცა შეამჩნია ცვლილებები და მე რა თქმა უნდა უროლოგთან მივა და უროლოგი ურჩევს. მანდამაინც ნუ მიიყვანს საქმეს ქვის ჩამოყალიბებაზე და იცით ამაზე კიდე ასე იუმორის სახით გეტყვით, რომ ევროპელები თავის ფეხით, ნუ ამბობენ რუსი თავის ფეხით მივა ექიმთან და ქართველს მიიტანებენო. აი მანდამაინც მისატანად რომ დასჭება საქმე, მერე კი არ უნდა მივიდეს ექიმთან. დიახ, ასეთი იუმორისტულ ნოტაზე ბატონ ჯემალ. ასეთი იუმორისტულ ნოტაზე დავასრულოთ ნაკლები მარილი, ბევრი წყალი. დიდი მადლობა ბატონ ლევან. საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა ბატონ ჯემალ თქვენს მაყურებელს. კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვებს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ლევან დოლიძე და ასევე უროლოგი პროფესორი ჯემალ ქიქავა პასუხობდნენ. მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები ან კითხვები ჩვენი გადაცემის Facebook-ის გვერდზე და ამ კითხვებს სტუმრებს პირდაპირ ეთერში დავუსვამთ იმპულსის Facebook-ის გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ არა მარტო გასული სიუჟეტები და რუბრიკები, არამედ მსოფლიო მედიცინის სიახლეებიც იხილოთ. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვთ და ახალი თემებით და სტუმრებით შემდეგი კვირის ბოლოს შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.